პაციენტო ტელემაყურებლებო, გადაცემა დიალოგი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სოციალური განვითარების სპორტის სამსახურის სპეციალისტი ბატონი გელა მეგრელიშვილი, გურჯაანის წმინდა სამების ტაძრის მოძღვარი მამა ილია, მოგესალმებით. პატიციონ გელა, ჩვენ პირველ რიგში ხშირად ვესაუბრებით ჩვენს ტელემაყურებლებს სპორტზე, მის მნიშვნელობაზე, ამავე დროს რაიონში, ჩვენს მუნიციპალიტეტში რა მდგომარეობა არის, როგორია მისი განვითარების პერსპექტივა და ყოველთვის ჩვენ როცა ჩვენს ტელემაყურებლებს ამა თუ იმ შეჯიბრების შესახებ ვაცნობთ, ვითვალისწინებთ თუ პერსპექტივებს როგორი უნდა იყოს ის და შედეგებზეც შემდგომში მოვახსენებთ ხოლმე მათ ამის შედეგების მიმდინარეობას. აი დღეს რა მდგომარეობა არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში და როგორია არსებული ვითარება? გისმენთ? უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით მოწვევისათვის, მივესალმებით ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს, მადლობას ვუხდი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს მამა ილიას, რომელმაც რა თქმა უნდა თანხმობა განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. ბატონო გურამ, ჩვენ არაერთხელ გამოსვლით ტელეკომპანია გურჯაანის საშუალებით მოსახლეობის მიგიმართავს და დღეს არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი კარგი და სასიხარულო დღე, როდესაც შევიკრიბეთ არა უბრალოდ განვიხილოთ სპორტის ესა თუ ის საკითხი, არამედ აღვნიშნოთ ის წარმატება, რომელმაც ჩვენ აქ შეიძლება ითქვას, რომ შევკრიბა. მე მოდი თქვენი შეკითხვა იქნება რა თქმა უნდა და მე არ ჩავერევი თქვენ კომპეტენციაში, არ შევიჭრები, მაგრამ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მამა ილიას თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ არ გვითქვამ სამის თაობაზე არასდროს, რომ მას ყავს მისი ასე ვთქვათ პატრონაჟით, მისი გამოისრობით შექმნილია ახალგაზრდა ნორჩმოკრივეთა წრე, ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ემზადება და რომელმაც რომ თქვენ დადო შედეგი. საერთოდ ძალიან ჩუმად, წყნარად, აი ფუტკარივით აკეთებენ თავიანთ საქმეს, რომ თქვენ ის მოკრივეები, რომლებმაც ხვალე-ხვალზე საქართველოს უნდა მოუტანონ მართლაც სახელი და დიდება და მამაოსთან მუშაობს ასეთი ოთარ მამულაშვილი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია. სწორედ ოთარ მამულაშვილი გახლავთ აი ამ გამარჯვების ერთ-ერთი სულის ჩამდგველი, მაგრამ მამა ილიას ვაც იმიტომ აღნიშნავ, რომ მარა მამა ილიას ვაწლი ასე ვთქვათ და ის ელემენტარული დაფინანსება ამ შედეგს ალბათ ჩვენ ვერ მივიღებთ. აი ეს გამარჯვება ჩვენც არ იქნებოდა და ეს გამარჯვება არის არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ჩემპიონობა. დღეს ჩვენ ზეიმობთ, გურჯაანელები ზეიმობენ ამ დიდ გამარჯვებას. საქართველოს ჩემპიონობა შეიძლება ვიღაცთვის ძალიან ისეთი მწირი ასე ვთქვათ მოჩანდეს რაღაცა. ძალიან პატარა რაღაც ნიშნულიდან დაინახო, აი საქართველოს ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონი არის ქვეყნის ჩემპიონი. ხდები ქვეყნის ჩემპიონი, ავტომატურად ხარ კანდიდატი საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი, ხდები უკვე ნაკრების წევრი და ერთი ნაბიჯი გაშორებს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობას, ხო? რაც შეეხება სხვა დანარჩენ სახეობას, ბატონო გურამ, ახლა ამ წუთში ამ დროისათვის მიდის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპლექსური სპარტაკიადა მოსწავლეთა შორის. ჩვენ ალბათ ამის თაობაზე მე ცალკე მოგვიწევს გადაცემის, თქვათ, გადაცემაში ალბათ მომიწევთ, ალბათ მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს იმსახურებს ეს ფორუმი, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ ხანგრძლივია, ორთვიანია. რიგ დისციპლინაში უკვე დამთავრდა, ასე ვთქვათ, შეჯიბრი ასპარეზობა და ველოდებით ახლა ჩვენ დასრულებას და ამ წელიწადს ალბათ გვექნება კიდევ საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, გვექნება საჭადრაკო საშობაო ასე ვთქვათ ოლიმპიადა გურჯაანში, ხო და რომელსაც საჭადრაკო კლუბი უხელმძღვანელებს და ამით დავასრულებთ წეს ჩვენ სპორტულ ასპარეზობას. გასაგებია. ასე ძალიან წარმატებული სპორტული წელი გვაქვს, შეიძლება ითქვას, ძალიან. გასაგებია, სასტარტო მდგომარეობა ძალიან კარგია და მამა ილია, ეხლა ჩვენს ტელემაყურებლებს არ გაუკვირდება თქვენთან შეხვედრა, ვინაიდან თქვენ მზადებით წმინდა სამების ტაძრის მოძღვარი, გიცნობენ, თქვენ ძირითადად ემსახურებით ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი საზოგადოების სულიერ აღზრდას
მაგრამ ცნობილია რომ სულიერ აღზრდასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური გაჯანსაღება განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის. აი გვაინტერესებს რამ განაპირობა ის რომ თქვენ ასეთ საქველმოქმედო საქმეს მოკიდეთ ხელი და თქვენი პატრონაჟის ქვეშ ასეთი დიდი ღონისძიება წამოიწყეთ და შედეგმაც არ დააყოვნა ბოქს სახეზე საქართველოს ჩემპიონი. მე ბატონ გელას დავეთანხმები და ვიტყვი რომ თუ ავიღებთ თბილისს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს და საქართველოს დიდ ქალაქებს, მათთვის საქართველოს ჩემპიონობა შეიძლება ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ ჩვენ გურჯაანის გადასახედიდან ვფიქრობთ, ეს უკვე საკმაოდ ძალიან დიდი წარმატებაა. ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, რომ ეს ნაბიჯი რამ გადაგადგმებინათ. გისმენთ. სულ 2 წლის წინ ჩვენი მეუფეს ლოცვა-კურთხევით, მეუფე 6 ლოცვა-კურთხევით ჩამოვყალიბდით და შევქმნით ესეთი სპორტული კლუბი წმინდა გიორგის სახელობის ვეჯინის ტაძართან არსებული და დავიწყეთ ვარჯიში. ამ ვარჯიშს სათავეში ჩაუდგა მწვრთნელი ჩვენი მასწავლებელი ოთარი მამულაშვილი. და დავიწყეთ ვარჯიში და ამას აქ არ იყო ისეთი გათვლა რომ ჩვენ გავხდებოდით საქართველოს ჩემპიონები. თავარი ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება ის იყო რომ ბავშვი მოგვეწყვიტა ქუჩას და ბავშვს მიეღო ისეთი არა მარტო ფიზიკური გაკვეთილები, არამედ იქ სულიერიც ურევია, რა თქმა უნდა და ბავშვის ცნობიერებაში ესეთი ცვლილება შეგვეტანა იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოვებოდა ეკლესიას, დაახლოვებოდა მოძღვარს, უკვე სხვა კონტექსტში დაენახა მოძღვარი და აქედან გამომდინარე ესეთი სახე მიიღო ჩვენმა კლუბმა, რომ დღეს ეს კლუბი ემსახურება როგორც ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავლის ფიზიკურ განვითარებას, ისე სულიერ განვითარებას. აი ეს იყო თავი და ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ბავშვი მოწყდა ქუჩას და არასწორ ცხოვრებას. დასაგებია და ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს თქვენი ინიციატივა იყო, რომ ნახეთ, რომ ამ კუთხით ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალთაობას სჭირდებოდა ისეთი ხელისშეწყობა, რომელიც თქვენ კარგად აღნიშნეთ, ქუჩას მოაცილებდა ამათ და სწორ გზაზე დააყენებდა. შევცვალოთ ჩვენი ის ხედვა, ჩვენ რო თვითონ სულიერ აღზრდას შემდეგ უნდა მოვიდეს ფიზიკური, მაგრამ სპარტელებს თუ დავესესხებით, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ამიტომ ეს ორივე ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია და ალბათ ამ კუთხით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდეთ იმისა, რომ მათი სული კიდევ კარგად უფრო გაიწმინდოს, კარგად შეხედოს იმ სიწმინდეს, რომელიც ჩვენ ასე ჭირდება, ასე აუცილებელია განსაკუთრებით დღეისათვის და აი ამ ერთი ნაბიჯის შემდგომ აი ჩვენ თუ გვაქვს პერსპექტივა ისეთი, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ საქველმოქმედო საქმეს არა მარტო კრივში, არამედ სპორტის სხვა სახეში, ან თუნდაც კულტურა ხელოვნებაში. აი ამ კუთხით თქვენ როგორც მოძღვარი რას ფიქრობთ და რა ნაბიჯები გაქვთ გადასადგმელი კიდევ? როგორ გითხრათ ახლა უბრალოდ კითხო ვერ გავიგე ახლა თქვენი კითხვა. აი თუ კიდევ ფიქრობთ იმას, რომ რაღაც საქველმოქმედო გადავდგეთ სპორტის გარდა სხვა კუთხითაც. ჩვენთან არსებობს კიდევ აგრეთვე ფოლკლორული, ქართული ხალხური ფოლკლორის სკოლა. რომელსაც სათავეში უდგას ქალბატონი მაგული ჭანყოშვილი. და ბავშვები ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, ჩონგურზე დაკვრას და საკმაოდ ისეთი იქაც დიდი წარმატებები გვაქვს, რომ ბავშვებმა უკვე ჩონგურზე დაკვრა იციან. მერე პლუს მაგას ბავშვები ეცნობიან ეკლესიას და ეკლესიასთან ერთად ურთიერთობას სწავლობენ მოძღვართან და ძალიან ისეთი შედეგები გვაქვს რა, უფრო გახსნილი ხდება ბავშვი, უფრო ლაღი, თავისუფალი ხდება ბავშვი, აი, როდესაც აი ესე ამ სიწმინდეებს ვეხებით, ეს ქართული ფოლკლორი ძალიან დიდი დატვირთვა აქვს სულიერებაზე, ჩვენ ქართულ სიმღერებს.
და აქედან გამომდინარე უფრო ესე ჯანმრთელ ახალგაზრდობას ვღებულობთ. გალობას სწავლებენ გალობას, ქართულ სიმღერებს, ჩონგურზე დაკვრას და 45 ბავშვია ჯგუფში. ახლა საინტერესოა ერთი ფაქტი ის, რომ როდესაც ისევ სპორტის კუთხით მინდა დავბრუნდე, რომ თავარი მიზანი იყო ის, წეგან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბავშვები სწორ გზაზე დაგვეყენებინა. ეს ერთი, მაგრამ ყოველთვის როდესაც სკოლის გარდა სხვა რაიმე ღონისძიებით არის დაკავებული, არის კატეგორია ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლასთან უკვე ცოტა ვერ არიან შესაბამისობაში და უფრო სპორტით კავდებიან და როგორ მოხდა ამ ბავშვების შერჩევა ფიზიკური მონაცემებით მათი თუ ელემენტარულად ვარჯიშობს და სპორტსმენი გამოდის ის, ვინც სწავლაშიც კარგია. აი ეს როგორ მოახდინეთ, აი ვისი მხარდაჭერით მოხდა ამ ბავშვების შეკრება? თუ შემთხვევით ვინც ჩათვალეთ თქვენ საჭიროთ რომ ქონდა უბრალოდ ფიზიკური მონაცემები, მხოლოდ ის მიიღოთ. არა, რა თქმა უნდა, იქ კარები ღია ყველა ბავშვისთვის არის ჩვენთან ვინც მოვა. შემდგომ უკვე აი თვითონ თავისი ვარჯიშიდან გამომდინარე, თავისი ურთიერთობიდან გამომდინარე, ბავშვი რაც უფრო გონებრივად ასწრებს და წინ მიდის, მით უფრო წარემატება ფიზიკურ მაშინაც რომ აქ ახლა კრივი თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის საბრძოლო ხელოვნება და ეს გონებრივი მონაცემების გარეშე წარმატება აქ შეუძლებელია. და ზუსტად აი ეს არის, რომ იქ არა მარტო ვარჯიშია ფიზიკური დატვირთვა, არამედ იქ ესეთი იდეოლოგიაც დევს, რომ ბავშვმა უნდა მოასწროს, აი ამის მიასეთში უნდა უფრო სწრაფად იფიქროს მოწინააღმდეგეზე მეტად და თან მერე რა არის, იცით რა არის კარგი, რას ვხედავ, რომ ბავშვი უფრო თავდაჯერებული ხდება, არ არის შეშინებული, უფრო მეტად აქვს თავდაცვის უნარი, ანუ მერე საზოგადოებაშია უკვე თავის თავს ფუნქცია უპოვნა ბავშვმა და აი რაღაც ძალიან კარგი რამე ხდება აი ჩვენ თვალწინ, აი რო ვთქვათ, რომ დიდი სასწაული ხდება, რომ ბავშვები ისეთი უკვე ხარტი გონების მერე ეს არჩევითი ეს არ არის, თვითონ ავლენს ის ყველაფერს, თვითონ გამოავლენს თავისი რამდენად შეიყვარებს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე რომელიც არ გიყვარს, იქ წარმატება შეუძლებელია. ამდენად სიყვარული და ეს ურთიერთობა, სითბო, გარემო, აი ეს არის, რომ ყველაფერი აი ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენთან და თვითონ ბატონი ოთარიც ჩვენი მწვრთნელი ისეთი პიროვნებაა, რომ აი რო უყურებ ამ კაცს ხანდახან აი ისეთი ის მიჩნდება ხოლმე, რომ აი იმდენად უყვარს ბავშვი, რომ აი თითოეულ ბავშვთან იხარჯება. და აი მიხარია, რომ ესეთი პიროვნებები აი ჩვენს გვერდში დგანან და ღმერთმა ამრავლოს ესეთი პიროვნებები ჩვენს ირგვლივ. თუ ჩვენ ანალოგიას გავავლებთ, ჩვენმა ტელემაყურებელმა კარგად იცეს შოუ ნიჭიერიდან, რომ თბილისში არსებობს წმინდა გიორგის ჯგუფი, ასეთი კარატისტები, რომლებიც გამოვიდნენ კიდეც და წარმატებითაც მონაწილეობენ ამა თუ იმ შეჯიბრებაში და მათაც ანალოგიურად შესაბამისად კურსი აქვს აღებული იმ კუთხით, რომ ბავშვი ჩამოაცილონ ნარკომანიას, ჩამოაცილონ აღნიშნულებს, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგრამ ერთია, რომ ყოველთვის მოუწოდებენ ჩვენ ბავშვებს, რომ ისინი არ იყვნენ აგრესიულები, ისინი მხოლოდ იყვნენ ჰუმანურები, კაცთმოყვარეები და შეძლო თავის დაცვა. მაგრამ ხშირად განსაკუთრებით იყო პერიოდები, როდესაც ახალგაზრდა ამ ძალის მიერ სპორტში, იმიტომ წევრიანდებოდა და იმიტომ იღებდა იქ შესაბამის ცოდნას, რომ ის გამოეყენებდა შემდგომში თავისი ავიზრახების განსახორციელებლად. უაზროდ ჩხუბი, განსაკუთრებით შეურაცხყოფის მიყენება და ხულიგნობა და სხვა და ჩვენც ალბათ თქვენი საუბრიდან გამომდინარე რაღაც გარკვეულ მიზანს მივახციეთ ამ კუთხით ალბათ. იმიტომ ეს გარკვეული კატეგორია და თქვენ ეს როგორ წარმოგიდგენიათ, ამის მაგალითი შეიძლება რომ სხვა სოფლებშიც გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამას რო უყურებს სხვა ბავშვი, ინტერესდება თვითონაც. კი, რა თქმა უნდა, იმხელა პოტენციალი დევს ჩვენ მომავალ თაობაში, ამათ მიხედვა სჭირდებათ
რაც უფრო ჯანმრთელი თაობა იქნება, რაც უფრო განათლებული თაობა იქნება, მით უფრო ნორმალური ცხოვრება დადგება ჩვენ ქვეყანაში. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს ყველას ვალია, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიცაა. გარდა იმისა, რომ აი ბავშვებისთვის რაღაც თანადგომა, გვერდში დგომა სჭირდებათ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ყველა სოფელში. ახლა ჩვენთან ძირითადად 2 სოფლის, 3 სოფლის ბავშვები იკრიბებიან, კოლაგი, ვეჯინი და ძირკოპის ბავშვები არიან. და იმხელა უკვე პოტენციალი გამოავლინის, ახლა ღია ტურნირები ვიყავით, ყავს პროფესიონალი მოკრივეებიც გიორგი ბეროშვილი და გიორგი აბრამიშვილი, რომლებიც ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ თავის პროფესიულ კარიერაში, უკვე რეიტინგშიც მაღლა აიწიეს და ეს ყველაფერი დევს ჩვენს ხალხში და ეს მაგას თავი დავანებოთ უკვე ეს კაცური ის არის ეს ხელოვნება, ეს კრივის ხელოვნება, ისეთი დადებითი თვისებები აქვს ამას, რაც უფრო ძლიერია პიროვნება თან, მით უმეტეს, როდესაც მას ახლა გამომივარო ჩემზე ლაპარაკ, უბრალოდ ეკლესიასთან რო აქვს უკვე შეხება, უკვე რო აი ძირეულში იცის რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე, ხო? ესეთი პიროვნება, რაც უფრო ძლიერია, უფრო თავდაჯერებულია და არასდროს არ იკადრებს, რომ დაჩაგროს. და ვიღაცას სულად მოექცეს. პირიქით, უფრო მეტი სიკეთე იდება ამ ადამიანში და უფრო ესეთი სწორი განვითარებით ვითარდება ბავშვი. გასაგებია, ბატონო გელა, ყოფილა საქართველოში ალბედითი დღეები. და ჩვენს მეფეებს, ჩვენს მოლაშქრეებს გაჭირვების ჯამს წინ ყოველთვის სულიერი მოძღვარი მიუძღო და ჯვარით ხელში. ზუსტად ახლა ჩვენ ვდგევართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ინიციატივა წამოვიდა საეკლესიო წრიდან. ჩვენ გვაქვს ანალოგია მსგავსი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ან კახეთში, რომ მამაო ილიას მსგავსად ყავს ხელმოქმედი მოძღვრები, რომლებიც ცდილობენ ანალოგიური სიკეთე გააკეთონ თავიანთ სამწყროში. სხვადასხვა ძალიან კარგი შეკითხვაა ბატონო გურა. მე ნუ რა თქმა უნდა წეგან აღვიშეკიდეს და მივესალმე მამა ილიას ასეთ თანადგომას. მაგრამ მანამდე ვიდრე მე მამა ილიას თქვათ ასე თქვათ გავიცნობდი და მასთან ურთიერთობა მექნებოდა დღეს საოცარი ურთიერთობები და მე ძალიან მახარებს. მანამდე ასეთი მაგალითი იყო მეუფე სერგიზზე, ეს გახლავთ ყვარლის და ნეკრესის ერეთის მიტროპოლიტის თვალწინები, რომელიც ასე ვთქვათ კურირებს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს პირდაპირ გაგებით პატრონაჟია ფრენბურთელთა გუნდის, რომელიც გახდა საქართველოს ჩემპიონი. და რომ არა მეუფე სერგის ასეთი თანადგომა და დამსახურება, ნუ ეხლა ცხადია ყვარეში და ფრენბურთი ცოტა ისე თემაა. აბა თბილისი რაღაც აკეთებს. ან ქუთაისი, ან თუნდაც იგივე რუსთავი, ბათუმი, ამხელა გრანდი ქალაქები, რა თქმა უნდა, ფოთი. ეხლა წეგან თქვენ აღნიშნეთ ფოთი ძალიან ისეთი საკრივო ქალაქები. და ამ დროს გურჯაანელი ბავშვი ხდება საქართველოს ჩემპიონი. უკვე გვაქვს ჩვენ რაღაც და მე მოდი იმ თემას არ დავცილდები ჯერა, მაგრამ მე მოსახლეობას მინდა მიმართო ეხლა. ჩემს საყვარელ მოსახლეობას, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. განსხვავებით მერტმა პატიოს ეხლა ცოტა შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ განსხვავებით ყვარლის მაგალითისგან ჩვენ ნაკლებად გვიდგას შეიძლება ითქვას, ასე ვთქვათ, გულშემატკივართა ის წრე, რომელიც გვერდში, რომელიც უნდა გვედგას. თვითონ მეუფე სერგი ბრძანებს, რომ ის კმაყოფილია ასე ვთქვათ, მოსახლეობით, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან უდგას გვერდში, ყველა უდგას გვერდში, ხელმძღვანელების, მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილიც ძალიან ისე აქტიურად ასე ვთქვათ, ეხმარებიან ყველაფერში და მე უბრალოდ ჩემი სურვილი იქნებოდა, ჩემი თხოვნაც იქნებოდა, რომ მამა ილიას დაუდგეთ გვერდში, რამე თუ მამა ილიას ხელმძღვანელობით ეს არის ეროვნული საქმე. ეხლა ამობენ ხოლმე რომ ეტალონი არის ეროვნული მედია პროექტი. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არა. განა ეს ნაკლებია ბატონო გურა. ეს რომელიც არსად არ ჩანს. ის უბრალოდ იმას უბრალოდ უკეთება, ასე ვთქვათ, აფიშირება, რეკლამირება, ძალიან ისე წარმატებულია ჩვენ რაზეა, რომ მივესალმებით ყველა იმ პროექტს, რომელიც წარმატებული იქნება, მაგრამ მე მინდა რომ მრევლი ძალიან ისე აქტიურად დაუდგეთ გვერდში
ეკლესიას საერთოდ აქ საუბარი მამაოზე ხომ არ არის, აქ არის საუბარი ეკლესიაზე, ეპარქიაზე, რომ ცოტა მეტად ასე ვთქვათ დაივალდებულოთ თავი, რომ გვერდში თანადგომა გამოხატოთ. იმიტომ რომ არა ისინი ის ბავშვები არა მხოლოდ სულიერების თვალსაზრისით არიან ასე ვთქვათ წინა პლანზე და შეიძლება ჩვენ ჯობნიან კიდეც უკვე ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ისინი ეკლესიურ ცხოვრებასთან შორს არ არიან. ჩვენ უფრო გვიჭირს ჩვეულებრივ ვთქვათ იგივე საჯარო მოხელეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენც რა თქმა უნდა ვახერხებდეთ და მე მინდა რომ აი მოსახლეობის ის ნაწილი რომელსაც აქვს რეალურად ძალიან წირი მონაწილეობაც კი ალბათ ჩემი აზრით ერთი აგურის დადებაც კი საკმარისი იქნება იმისთვის რომ აი იმ ბავშვმა რომელიც არის ხალხურ საკრავთა შემოქმედებით წრეზე გაერთიანებული თუ იგივე ბავშვთა საკრივო ჯგუფში გაერთიანებული იმისთვის ის რაღაცა შემოსავალი რაღაცას ნიშნავს ბატონო გურამ და მინდა რომ ჩვენ ახლა თქვენ მოგეხსენებათ ყველას კარგად რომ ეკლესიას ჩვენ და ეკლესიის მსახურებს ღვთისმსახურებს ჩვენ უბრალოდ შევეწევით ხოლმე და მხოლოდ ასე ხდება ეს ჩვეულებრივი ამბავია ეს არსად ახალი არ არის ხო მართალია და მე მინდა რომ ცოტა მეტად უბრალოდ შევეწიოთ ეკლესიას ცოტა იმიტომ რომ მამა ილიას აღებული აქვს კურსი იქით რომ ბავშვი სულიერ განსახებაზე იფიქროს და დღეს უკვე მადლობა ღმერთს 21 საუკუნეში ბატონო გურამ დადგა ის დრო რომ ქართული ეკლესია აქტიურად ჩაერია ბავშვის სულიერ ცხოვრებაში და კიდე გეუბნებით ეს მაგალითი მანამდე მე რაც ვიცოდი ეს ვიცოდი მეუფე სერგის მაგალითი ყვარეში როდესაც მიტროპოლიტი აფინანსებდა ანუ თვითონ იმაშებოდა შემოწირულობის ხარჯზე ცხადია მაგრამ იმდენად წარმატებული დაფინანსება ჰქონდა იმდენად წარმატებული მრევლი იყო შეიძლება ასე ვთქვათ ესე თუ შეიძლება ამ სიტყვის ხმარება რომ ძალიან გვერდში დაუდგენ მეუფეს და აგერ შედეგმაც არ დააყრონდა ყვარელი ბავშვები ევროპაში არიან ცნობილები მათ შორის სხვადასხვა მე სიამაყით მინდა აღვნიშნო რომ გურჯანელი ბავშვი ძველი ციხიდან იყო ის ბავშვი იყო ყვარეში ყვარის გუნდის წევრი და საქართველოს ნაკრების წევრი ხო და ჩვენ არა გვაქვს ეს ფუფუნება და ძალიან გთხოვთ ყველა ძალიან ვიცით რომ ძალიან გიყვართ ეკლესია ვიცით რომ ძალიან გიყვართ მამა ილიას და მამა ილია დღეს ემსახურება ძალიან დიდ საქმეს ეხლა ჩვენ არაფერი გვითხოვს ხალხურ საკრავთა შემოქმედებით წრეზე რომელსაც ასევე წარმატებები ჰქონდა ძალიან სერიოზული და ნუ ეს ალბათ ცოტა სხვა საუბრის თემაა მაგრამ ჩვენ რადგან სპორტზე ვსაუბრობთ მინდა რომ აი სპორტი და კულტურა მაინც ახლო არიან ერთმანეთთან და პირველ რიგში ამ სპორტსმენებში და კულტურის მოღვაწეებში რა თქმა უნდა პირველ რიგში სულიერება იქნება წამოწეული წინაპლანზე და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს ეს ხა კიდე გეუბნებით ჩვენ მოგებულები ვართ უკვე მაშინ ბატონო გურამ როდესაც ეკლესია ქართული ეკლესია ასე ვთქვათ ჩაერია პირდაპირ ვთქვათ ასე ვთქვათ ქართველი მოზარდის ქართველი ვთქვათ ახალგაზრდა თაობის სულიერ განსახების საქმეში და აქედან გამომდინარე ეს უკვე შეიძლება ითქვას რომ უკვე მოგებულები ვართ რა და მე მადლობა მინდა გადავუხადო სხვა მეტი არაფერი ახლა მართლა ჩვენს სტუმარს მამა ილია ჭოველიძეს რომელმაც აიღო თავის თავზე და მე ვიცი რომ ძალიან ისეთი ძალიან დიდი ნერვების და ძალიან დიდი შრომის ფასად მიიღწევა წარმატება და ამიტომ მინდა რომ ცოტა გამოვფხიზდეთ გურჯანელები და ცოტა მეტად გამოვიჩინოთ ის თანადგომა რომელიც ჩვენ ყოველთვის გვახასიათებდა და რომელიცაც ჩვენ ყოველთვის ვამოყოლდით გასაგებია ბატონო გელა და შეგითხრა მაგ ასეთი რომ თქვენ აღნიშნეთ რომ ეკლესია გამოვიდა ჩაერია აქტიურად ინიციატივით გამოვიდა ინიციატივით განსაკუთრებით თქვენი კუთხით სპორტის კუთხით თუნდაც იგივე კულტურა ხელოვნების და რამ განაპირობა ეს რა დაინახა ამით ეკლესიამ რომ ჩვენ ვერ ვასრულებდი და ვერ ვაკეთებდით იმ საქმეს იმ დონეზე და დახმარება იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ როცა ჩვენ რაიმე კეთილ საქმეს ვაკეთებ კურთხევას ვიღებთ ეკლესიიდან ბატონო გურამ მე ვფიქრობ რომ აი სულიერება არის პირველი თავი და თავი წარმატების მიღწევის და აი სულიერება რაღაც გარკვეული პროცენტით ალბათ გვაკლდა კიდეც და გვაკლდა რა თქმა უნდა ვერავინ ვერ იტყვის რომ სულიერების თვალსაზრისით ჩვენ ვართ სრულყოფილი ადამიანები რა თქმა უნდა მე მაგალითად ჩემ თავზე მაგას ვერ ვიტყვი ვერანაირად მიუხედავად იმისა რომ თქვა წარმატებულიც არ ვარ და წარმატებული ვიყო მაინც მაგლია ეხლა ამაზე ალბათ ამ კითხვაზე ალბათ უფრო უჯობესია მოძღვარმა ასე თქვა გვითხრას ეხლა სულიერება ჩემი აზრით აი რომლისოდაც წარმატების მიღწევა შეუძლებელია ალბათ წამყვან და გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში ჩვენ მივახციეთ იმას აი მამა ილიაც ამას ალბათ ახსნის რომ ჩვენი ახალგაზრდობა უკვე სულიერად ყავს ისე მომზადებული რომ უკვე ნელ-ნელა ვთქვათ შემოვაბრუნეთ ეს ეკლესიისაგენ ეს
განსაკუთრებით ახალგაზრდობა. სწორედ ეგ არის, იმიტომ ბატონო გურამ. ჩვენი ამ წმინდა სარწმუნოების გამგზელებელი ძირითადად არის ახალგაზრდობა. აი ზუსტად ქართული ეკლესიის მიზანის იმაში მდგომარეობს ზუსტად მაგ გარემოებით აიხსნება ქართული ეკლესიის ასე ვთქვათ ჩარევა, ინიციატივით გამოსვლა უბრალოდ რა. ჩარევა ცოტა ისეთი სხვა სიტყვაა, მაგრამ კარგია რომ ჩარევა ზუსტად. ჩაერია, ვალდებულება აიღო თავის საკუთარ თავის თავზე. აი ანუ ეს უბრალოდ თვითმიზანი იყო ქართული ეკლესიის, რომ ქართული ეკლესიის ღვთისმსახურები, ღვთისმსახურები, ღვთისმთავრები და ასე შემდეგ ჩაერევდნენ. ეხლა მე ორი მაგალითი იცით უკვე ჩვენმა ტელემაყურებელმა, ეს მეუფე სერგის მაგალითი და მამა ილიას მაგალითი, ხო? რა თქმა უნდა საქართველოში იქნებიან და ღმერთმა არ დაგვილიოს ასეთი ღვთისმსახურები ჩვენ ქართველებს, მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ მათი კუთხიდან შესაძლებელია რაღაც გარკვეული სულიერების მომენტის რაღაც ან არ ქონა, ან ნაკლებობა და ეს არიან ადამიანები, ესენი ხო ჩვენი მოძღვები არიან ბატონო გურამ. და ამ ადამიანებმა დაინახეს, განჭვრიტეს, სწორად შეაფასეს სიტუაცია და საჭირო გახდა, რომ ესენი ჩარეულიყვნენ ეს ადამიანები, ესენი იცით თქვენ რომ სხვა ვალდებულებით არიან და მათი ჯვარი საკმაოდ ისეთი მძიმეა ჩვენთან შედარებით და მეტი ვალდებულება აქვთ ასე ვთქვათ უფალთან და მათ სწორედ განჭვრიტეს და აი სულიერების თვალსაზრისით ქართველი მოზარდი ქართველი ვთქვათ ახალგაზრდა თაობა ჩვენი ალბათ უფრო უკეთ მოემზადება და უფრო უკეთ იქნება დამიჯერეთ სულიერებს როცა მაღალი სულის ადამიანი ხარ, დიდსულოვანი ხარ, დიდბუნებოვანი ხარ, იქ რა თქმა უნდა ყველაფერი გაცილებით უკეთ არის. ვიდრე თქვა სიტყვაზე იყო თქვა წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ გაგდეს რაღაც სულიერება. ელემენტარულად ეხლა ცოტა ისეთ შედარება, მაგრამ ადამიანი კრივ რინგზე რო გადიხარ, ის კი არ უნდა იფიქრო რომ მოვკლა მოწინააღმდეგე. არამედ უბრალოდ უნდა მოიგო, ის არის სპორტული ასპარეზობა. ჩვენ ეხლა მაგალითად ასეთი ის გვაქვს ხოლმე დევიზი რომ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ურთიერთ დამეგობრების და ურთიერთ პატივისცემის საფუძველზე მოხდეს ვთქვათ სპორტული შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება და ასე შემდეგ და ეხლა იგივეა ალბათ ჩემი აზრით მაგრამ ადამიანი როდესაც უკვე სპორტულ პაექრობაში შედის უკვე ის უკვე აგრესიული ხდება ბატონო გელა და შესაძლებელია უკვე კონტროლი ვეღარ გაუწიოს თავისას ზუსტად ბატონო გურამ მე ძალიან მაგალითს მივეთქვით აბსოლუტურად გეთანხმებით ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ასე და სწორედაც აი ამიტომაა რომ ეკლესია ჩაერია ამიტომ არის რომ ღვთისმსახურები ჩაერევდნენ ამ საქმეში და სწორედაც ჩაერევდნენ კარგადაც გარინჩა ეხლა შეიძლება მე არ ვიცი მისი ასე ვთქვათ ვინ იყო წარმომავლობა ეხლა ქრისტიანი იყო ვთქვათ ბუდისტი იყო თუ ვინ იყო არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი რომ მუსულმანი იყო მე ვერ გეტყვით ამას არ ვიცი მაგრამ გარინჩა იყო დიდსულოვანი ადამიანი ერთ-ერთ შეხვედრის დროს აი fair play-ის წესი ეს გარინჩას ასე ვთქვათ მოქმედებიდან გამომდინარე დაინერგა მარიც ეს გარინჩა ვინ იყო არა გარინჩა იყო ხლა ძალიან ბევრმა იცის ხლა თუ პელე იციან გარინჩას უნდა იცოდნენ გარინჩა არის წარმატებული ბრაზილიური ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონი არა არის მსოფლიოს ჩემპიონი ხო არის ისო კაცო ხლა გარინჩა მართალია გარდაიცვალა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ის დატოვა ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს ბრაზილიის და მის საფლავზე დღესაც აწერია თუ ვინმე მარიზის ტელემაყურებელს მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ მაგრამ მინდა იცოდეს რომ მის საფლავზე აწერია მანე ხალხის სიყვარული ამით ყველაფერი ნათქვამია და გარინჩემ გააკეთა ის რომ ბრაზილიის ნაკრებს ერთ-ერთი ქონდა ნათამაშები პირველი ნახევარი და საკმაოდ ისეთი მძაფრი და მძიმე ბრძოლა ელოდა და ერთ-ერთ მომენტის დროს დამცვეს ასე თქვა თაბური დაახვია და დამცველი გადავარდა უგონოდ და გარინჩა გადავიდა ერთ-ერთზე მეკარისთან პირის მაგრამ არ გავიდა ბურთი გადააგდო აუზზე მივიდა და დახმარება აღმოუჩინა დაცემულ ფეხბურთს აი ეს არის სულიერება იმან ბატონო გურამ შედეგზე წინ დააყენა სულიერება და თუნდაც ეს აღსანიშნავი ხო არის და ქართული ეკლესიაც ამას გადაგებს რომ იყავი გულმოწყალე იყავი კარგი და იყავ სულიერება მთავარი გასაგებია ბატონო გელა და ეხლა ერთი საკითხი აქ ითქვა თქვენ საგნიშნე და მამა ილიამაც რომ ჩვენი საზოგადოება უნდა მოვამზადოთ სულიერად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ბოლო ხანებში წამოვიდა ეს ეკლესიის როლი წინა პლანზე და ამაში ვინ ჩვენ გვიყურებს ალბათ დაგვეთანხმება რომ ტელეკომპანია გურჯაანმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა ვინაიდან ჩვენი გადაცემების ბადა შევსებულია საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემებიდან ლოცვებით, რომლებითაც ჩვენ ასე ახლოს მიგვაქვს ეს ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ეს სიწმინდე ჩვენს თვითეულ მოქალაქესთან.
და მამა ილია თქვენ როგორ ფიქრობთ არის ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი რაზეც ბატონი გელა საუბრობდა თქვენ საუბრობდით იმ სულიერ სიწმინდეზე იმ ადამიანის მოქცევაზე აქეთ ქრისტიანულად მართლმადიდებლურად გითხრათ სულიერება ეს ჩვენი ზნეობაა ჩვენი კულტურაა ჩვენი ცნობიერება და აი რამდენადაც ახლა ჩვენ დღევანდელ ასპარეზზე რო გადახედო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საშრომი და იქამდე მისასვლელი გზა ახლა შეიძლება სპორტით მოხდეს შეიძლება სხვა რამით მოხდეს მაგრამ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ უნდა ვიშრომოთ ეს კიდე გეუბნებით ეს არ არის ეს მარტო პროფესიონალური ვარი ეს არის მოქალაქეობრივი ვარი ეს არის ბოლოს და ბოლოს ღირსების საკითხია რომ აი რამდენად უფრო ჯანმრთელი და წესიერი და განათლებული თაობა გვეყოლება ეს ჩვენი ღირსების საკითხია პირველ რიგში ქართველების და ამიტომ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ახლა თქვენ თქვით იქ რომ აგრესია აი აგრესია კი აქ ჩხუბია ისა და იქ არაფერებიანი სკაცური ჩხუბია ბატონო გელაც კარგად აღნიშნა მაგრამ როგორი რამეა იცით რომ თუ თავიდანვე სწორად არის მიმართული ახალგაზრდის გზა მიმართულება თუ როგორ უნდა იცხოვროს რომ ეს იმიტომ კი არ უნდა გამოიყენოს ეს საბრძოლო ხელოვნება რომ წავიდეს და ხალხი დაჭერბოს პირიქით რომ გაჭირებულს დაეხმაროს სულიერება აი გარინჩას მაგალითი რომ თანაუდგეს გაჭირებულს რომ უძლურებაში რო ადამიანი ეგერ მოხუცი რო გადადის გზაზე და არ შეუძლია და მანქანები არ აჩერებენ იმიტომ გაატარონ ეს მოკიდოს ხელი და გადაიყვანოს ეს არის სულიერება და აქეთკენ მიუთითებს ეკლესია ყოველთვის ეს არის ჩვენი ზნეობა ეს არის ჩვენი კულტურა ეს არის ჩვენი ღირსება და ყველაფერი აი თუ რამე გაგვეჩნია და ამისკენ უნდა მოუწოდოთ ჩვენ მომავალ თაობას თუ მინდა რომ ჩვენც გადაგვიყვანონ გზაზე არა გასაგებია და მე მინდა ორივეს შეგახსენოთ რომ ჩვენი გადაცემის საეთერო დრო იწურება და ისევ და ისევ მე მამა ილიას მინდა ვთხოვო რომ ჩვენს ტელემაყურებლებს რას უსურვებს უკვე დადგა ბოლო თვე 2013 წლის გვიახლოვდება შობა გვიახლოვდება ახალი წელი ყველაფერი ეს და როგორ დავიცოთ რას უსურვებთ ჩვენს ბრევს ჩვენს ტელემაყურებლებს უსურვებ ჯანმრთელობას პირველ რიგში სულიერებას და ჩვენი მომავლის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. სხვანაირად ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ წავალთ და ისინი მოვიდნენ. ერთმა დავუსვოს ჩვენი მომავალი. დიდი მადლობა. პარცეულა ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის წმინდა სამების ტაძრის მოძღვარი მამა ილია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის განათლების და სოციალური განვითარების სპორტის სპეციალისტი ბატონი გელა მეგრელიშვილი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მომბრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის, იმ კარგი საქმეების კეთებაში, რომელსაც მამა ილია თქვენის თაოსნობით კეთდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში და შედეგით სახეზია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ უკვე თავარი ერთი ნაბიჯის გადადგმა ჭირდა და ამის მერე უკვე სურვილის გაჩნდება რომ თქვენ თუ ამის საშუალება და დროც კი გექნებათ რომ მოგმართონი ახალგაზრდებმა რომლებმაცაც თქვენი თანადგომა დასჭირდება და მე დარწმუნებული ვარ თქვენ ამაზე უკან არ დაიხევ და გვერდში დაუდგებით თქვენთან ერთად დავიმშვიდობოთ ჩვენ საყვარელ ტელემაყურებლებს კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. იმედია